ტყვის მიერ მიყენებული ყველაზე დიდი სიბოროტე არის უსასოობა. ის ჩვენს გულებს სიძულვილს აჩვენს, მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენი გულები იყოს სიძულვილით სავსე, როცა ჩვენი გული უკვე სავსეა თავისუფლების სიყვარულით, თავისუფლებისადმი რწმენით და თავისუფლების იმედით. ამიტომ ეს შანსი რითი დღე აკლდება მონობა, ეს არის სიკვდილი. ჭეშმარიტი უკვდავება არის მხოლოდ თავისუფლებაში. როდესაც ხალხი აი ამ ქუჩებში და კიევის ქუჩებში თავს წირავს თავისი და სხვისი თავისუფლებისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის, დიდება მათ სულს, დიდება მათ სახელებს, დიდება მათ საქციელს, დიდება ასეთ სამყაროს, როდესაც სწორედ ეს წამები აუკვდავებენ დროს, აუკვდავებენ ჩვენს ეპოქას, რაშიც ყველანი ერთად ცხოვრობთ. და მათ დაგვიშინონ ბომბები ისევ და ყოველი ჩვენგანი იყოს როგორც კიევის ქუჩებში მოხდა სნაიპერის სამიზნეში ამოღებული. მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ, მათ შეუძლიათ ჩვენ მოგკლა, მაგრამ ისინი ვერასდროს მიიღებენ ჩვენს თავისუფლებას. აი ამ ძალაუფლებას და ჩვენ თავზე ჩვენ თვითონ მოვიპოვეთ, ჩვენ თავზე და ჩვენ მომავალზე. ეს ომია, ნამდვილი ომი, მაგრამ ერთადერთი ჩვენი ამქვეყნიური გამართლება არის სწორედ თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ეს ომია სიკეთესა და სიბოროტეს შორის, ომია პროგრესსა და რეგრესს შორის, ომია იმ ქვეყნიურ ჩრდილოეთის ჯოჯოხეთსა და ამ ქვეყნიურ სამხრეთის სამოთხეს შორის, რაც არის თავისთავად საქართველო, რაც არის ყოველი ჩვენგანის სული, ყოველი ჩვენგანის იდეა და ყოველი ჩვენგანის ამ ქვეყნიური არსებობის გამართლება. ყველანი ომში ვართ და ჩვენ წინა თავისუფლება, შორი და წმინდა. თუ კი მართლაც გეთს მისთვის სიკვდილი, ადრე მისთვისაც სიცოცხლე ღირდა, გეტყვი მიყვარხარ, მე შემჭირდები, რა განასხვავებს ტყუილს და სიმართლეს, თუ არა ნება ჩვენი სიტყვების, რომ ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. მადლობა. დიდება თავისუფლებას.